Microsoft Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს წარმოგიდგენთ მე გიორგი დათუკიშვილი და მინდა აგიხსნათ საკითხი, რომელიც ეხება ფურცლის სტრიქონების რაოდენობის გადანომრვას. ეს ბრძანება არის layout მენიუში, რომელსაც ქვია line numbering-ი, სადაც თუ ავირჩიოთ მაგალითად continuous ნიშნავს, რომ გადაინომრება მთლიანი დოკუმენტი და გვაჩვენებს თუ რამდენი სტრიქონისაგან შედგება, ასევე შესაძლებელია აირჩიოთ ბრძანება restart each page, რაც ნიშნავს, რომ ყოველ გვერდზე ხელახლა წარმოადგინოს რამდენი სტრიქონია და ასევე არის ბრძანება, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ layout მენიუში საკითხი, რომელიც არის restart each section-ი, ანუ each section-ი გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ სხვადასხვა სექციები დოკუმენტში და იმის მიხედვით გადაინომროს. ეს საკითხი იმ შემთხვევაში არის გასაგები, თუ ჩვენ უკვე სექციების ვიდეოები ნანახი გვაქვს, ანუ დოკუმენტი შესაძლებელია დაიყოს სხვადასხვა სექციებად და სწორედ ამის დახმარებით იქნება შესაძლებელი ყოველ სექციას ჰქონდეს თავისი გადანომრვა. Line numbering option-ები ეს არის უკვე page setup-ის მენიუ, სადაც თქვენ გაქვთ ზუსტად ეს line numbers ბრძანება, სადაც უთითებთ, რომ დაიწყოს საიდან, ანუ start at-ი და გარესტარტდეს ყოველ ფურცელზე, ყოველ სექციაში თუ იყოს გაგრძელებადი. მადლობა ყურადღებისათვის.